მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა მოვიკითხო აუცილებლად ის ადამიანები, ვინც განსასწრებში ნახართ, პატიმრები განსაკუთრებით ბედნიერებას სიხარულს გისურვებთ და ყველაფერი კარგს და უცხოეთში მყოფი ქართველი და დღეს ძალიან ვინაიდან თვითონ ადამიანის სულის მდგომარეობა უმძიმესი არის, სულიერი მდგომარეობა ფიზიკურად გადამტანი ვერ არის იმ ტკივილების, რაც მას ცხოვრების გზაზე ხვდება. სიხარული დაკარგა ადამიანმა და სიხარულის შესახებ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა აღდგომა, რაღაცები გვიხარია ხოლმე და შემდგომ ეს სიხარული კვდება რაღაც აი მომენტალურები არის სიხარული და მე დაანჩენი ეს სიტყვაზე მთელი წლის მანძილზე რაღაცა დღეები შეიძლება გამოყო ადამიანი როცა გახარებული ხარ, ისიც რაღაცნაირად შენი თქმნი რაღაცას და იგონებ რომ რაღაცა ბედნიერი ხარ და მოდით აი სინამდვილეში როგორ ვიყოთ ბედნიერები, როგორი უნდა იყოს ჩვენი სიხარული და რითი გავაძლიეროთ ის ჩვენი სული რომ სულ გახარებულები ვიყოთ. ამას ვკითხავ მამა დავით წულეისკირს, ადამიანი რომელიც მოგვენატრეს, სხვათა შორის მამო დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის. ბევრი წერდა რომ მამა ოლდისავ და მე ვთხარი აი ხა მოვიწვეთ თქო და მოგიწვეთ დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის და შეწუხებისათვის თან ესეთი ამინჩი მით უმეტეს. მადლობა ღმერთს ქრისტიანს გა. ჭეშმარიტად ახლა. მოგესალმები გიორგი, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მეც განსაკუთრებულად მოვიკითხავ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე ძალიან უჭირს ენატრება ადამიანები საყურებლიდან და ენატრება თავის სამშობლო ემიგრაციიდან. მადლობა. სიხარული არის ძალიან ბევრი მიმართულება აქვს ამ სიხარულს, მაგრამ თავი და ბოლო უნდა კონდეს ერთი. მიზანი, მიზეზი, ძებნა და მერე დაუსრულებელი სიხარული. არის ადამიანური, პიროვნული, მატერიალური სიხარული, მათ შორის ბევრი დასრულებადი წარმავალი და ჩვენ როდესაც ჩვენი ცხოვრების არჩევნად გვაქვს მარადიულობა და ყოველივე რაც გვინდა იყოს მარადიული, მაშინ ამავდროულად მარადიულ სიხარულსაც შევეხოთ. და უმთავრესი მარადიული, ანუ საღვთო, ღმერთია მარადიული, საღვთო სიხარული არის, როდესაც ადამიანი სხვისი სიხარულით ხარობს. და თუ არ ხარობს და წუხილი შემოდის, ესე იგი მისი საპირისპირო ცოდვა იბადება და ეს არის შური. დღევანდელ დღეს ხარობს ქართველი ერი ჩვენი ახალი მწყემსთავრის უწმიდესი და უნეტარესი მეუფე შიოს გამორჩევით და ამავდროულად დღევანდელ დღეს ვინც ხარობს, ყველას გვახსოვს ის მწუხარება და ის დარდი და ის სევდა, რაც სულ რაღაც ერთი თვის თვენახევრის უკან ჩვენს ერს დაატყდა თავს ჩვენი უწმიდესის აღსრულებით, ღვთისგანსვენებით მისით. მაგრამ ნახეთ, აი ქრისტიანობაში როგორ არის დიდი პარასკევი და მერე მას მოყვება აღდგომა. და ეს დღეები აი ამაზე ვფიქრობდი, ჩვენი უწმიდესის საყვარელი სიტყვები, ხო? ხო იმ მწუხარებაო და მერე შენს საწყისი ხარ სიხარულის. და როგორი დამწუხრებული ერი, ცადამიწა გაყინული, ხოლოდ გული მოქმედებდა, გონება იაზრებდა და სული დაღონებული. დღევანდელ დღეს აი ეს მადლისმიერი სიხარული იმ სულთა კავშირთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ მიწაზე ვხარობდით და ზეციურ საქართველოში ჩვენი უწმიდესიდან დაწყებული ყველა ვინც აღდგომას მოელის ყველა იქ ხარობდა, ამაში დარწმუნებული ვარ და უფალმა ინებოს დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემით ჩვენს უწმინდეს აი ამ მანათობელ მძიმე მაგრამ ღმერთით მიღებულ ჯვარს ულოცავ და დღეზე მრავალჟამიერობას უსურებ და უსურებ რომ ილიას გზითევლებს და უსურებ რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეგვაძლებინოს ისეთი ცხოვრება რაც მას სიხარულს მოგვფენს და აი ეს არის ჯვრის შემსუბუქება რომ როგორც ჩვენ პატრიარქიდან გამოსული მისი დათესილი ადამიანებმა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ და მრავალი თესვარი გამოვიდა თესვად ესე ჩვენ ახალ უწმინდეს ამას უსურებ. აი როგორ შეიძლება ახლა ეს არ გიხაროდეს? რა მნიშვნელობა აქვს რომელი სარწმუნოების ამხსარებელი ხარ? აი აქედან დავიწყოთ ამ ეპოქაში ვართ ახლა სულ რაღაც ერთი დღის ამბავია, ხო? რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ? თუ შენთვის სასიყვარულოა, სასიქადულოა, მისაღებია, მოსაწონია
შენი ხვედრია, შენი სამშობლო. დღეს შენ სამშობლოში ესეთი ისტორიული მოვლენა მოხდა. აქ მცხოვრები ადამიანთა სარწმუნოების უმრავლესობამ, ესე რომ ვთქვათ, უმრავლესობას დაუდგინდა მწყემსთავარი. ეს უნდა გიხაროდეს. თქვენ შეიძლება თქვენი შეხედულებისამებრ ამ სარწმუნოებას არ აღიარებდე, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შენს კარის მეზობელს, თუნდაც ერთ ადამიანს თუ რამე უხარია და ეს სიხარული, სულიერი სიხარულია და არა პიროვნული, ესე მატერიალური. საჩუქარი არავის არ მოუტანია ჩვენთვის, ესე რომ ვთქვათ, რომ ამით გაგვიხარა. ჩვენს ერსებოძა ეს საჩუქარი და ეს უნდა გიხაროდეს. ეს არის საღვთო სიხარული. და სხვისი სიხარულით ხარობა შენს გულს დადებით ემოციას მიცემს. ესე რომ ვთქვათ, განწყობას შენ შეგექმნება. და ეს თუ მოსაწონი იქნება მაშინ შენს ცხოვრებაში, შენს აზროვნებაში, შენს გულში და შენს ქმედითობაში უნდა დაბადო და გამოავლინო, რომ იქნებ შენითაც ვიღაცამ გაიხაროს. იქნებ შენი ერთი სიტყვით, შენი ერთი ქმედებით, ნუგეშით, თანადგომით, მოკითხვით, დაპასებით, მოწყალების გაღებით ვიღაცა სიხარული მიანიჭო და შენ ხომ იცი უკვე შენ რას აძლევ მას, იმიტომ რომ შენ ეს აგერ მიიღე, როდესაც ვიღაცამ განუგეშა, ვიღაცამ პატევი იქცა, ვიღაცამ თანადგომა გამოიჩინა შენს მიმართ და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ მარადიულად უნდა ვეცადოთ სხვის მსახურებას, რომ ჩვენში არ განელდეს სიხარულის გამავლობის საშუალება. რასაც ბრძანებს წმინდა წერილი, ხო, უსასყიდლოდ მიგიღებიეთ და უსასყიდლოდ მისცემდით. ეს უსასყიდლოდ ღმერთმა მოგცა სიცოცხლე, აზროვნება, შემეცნება, სხეული და ეს ის შეძლებს ისაგვარად უნდა გავცეთ უსასყიდლოდ, რომ ვისაც რაში ვჭირდებით გამოვადგეთ. მისი სხეულისთვისაც და ამავდროულად მისი სულისთვისაც. ნახეთ, აი ჩვენ ადრე ვისაუბრეთ გადაცემაში და არსებობს ხო ცოდვის საფეხურები. საიდან იწყება როგორ შემა? აი როგორ არის სიხარულის საფეხურები? ესე შეიძლება დავყოთ უბრალოდ ლამაზად, რომ ცოტა მარტივად გასაგები იყოს. ეხლა ადამიანურად ამ სამყაროში როგორც დღესასწაული არის აღდგომა. და ეს ყველაზე ძალიან გვიხარია. და შეკითხვა ისმის, პიროვნულად რა გიხარია? მოდი ესე ვთქვათ, ვიღაცა ადამიანი, რომელიც სარწმუნოებაში გათვითცნობიერებული არ არის, გვეკითხება. იქ მაშინ საუკუნეების უკან განკაცებული პიროვნება, რომელსაც ჩვენ ღმერთს უწოდებთ და აღესრულა და მე აღსდგა, შენ რატომ გიხარია? პასუხი რა არის? რომ ქრისტემ ესე გვითხრა, ვინც ქრისტესთან ერთად აღესრულება, ქრისტეში აღესრულება, ის ქრისტესთან ერთად აღდგება. ამიტომაც არის ამაღლების დროს, როდესაც ქრისტე სულით კი არ ამაღლდა და სხეული დედამიწაზე კი არ დატოვა. აი ეს ხვედრი გერგებათ თქვენ და თქვენ სხეულებს, ვინც ქრისტესთან ერთად აღესრულებით. ეხლა მეორე შეკითხვა ისმის, აღდგომა ვიხარეთ. ამიტომ 40 დღის განმავლობაში ჩვენ განცდა გვაქვს, რომ ქრისტეს მყოფობა დედამიწაზე უფრო მეტად განვიცადოთ ვიდრე მერე. ეს სულ უნდა განვიცადოთ, მაგრამ ეს 40 დღე განსაკუთრებით. ამიტომ ჩვენი მისალმება ქრისტე აღდგათი არის ეს 40 დღის განმავლობაში. რა მოხდება მე-40 დღეს? ქრისტე ამაღლდება. მაშინ შეკითხვა დავუსვათ ესეთი: დაგვტოვა, მიგვატოვა? და თუ ის ამაღლდა, ეხლა ჩვენ რა გვეშველება მის გარეშე? აი რა გვეშველება უფალი ბრძანეს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და თუ თქვენ იმ გზაზე, რომელიც უფალთან მიდის, რომელიც ბრძოლები და განსასწრებები და აღსავსე იქნება, მაგრამ იწრუას ბჭე, მაგრამ მართალის შევლენა მათ შინა, აი ამ გზაზე ჭეშმარიტებით, ანუ სიმართლით და სიწმინდით, როგორც ცხოვრებისეული წესით, ასევე სულიერი კანონებით, ივლი, აუცილებლად შენ გექნება სიცოცხლე. და როგორ მექნება სიცოცხლე? ხო აღვესრულები. პასუხი ისევ წმინდა წერილშია, რომ მოვალ ჟამი, ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისაღვთისანი, გამოვიდოდიან კეთილის მოქმედი აღდგომასა ცხოვრებისა, ხოლო ბოროტის მოქმედი აღდგომასა საჟელისასა. ანუ ჩემი სიცოცხლის სიხარული აქ კი არ მთავრდება მე რო აღვესრულები. ან აღდგომის შემდგომ კი არ ნელდება ამაღლებისას, არამედ უფრო და უფრო მეტ мотивაციაზე მიქმნის, რომ ჩემი აღსასრულით მარტო ღვთის წინაშე წარვდგე არა, ღვთის წინაშე ყველა წარდგება, როგორც ცოდვილნი, ასე მართალნი. ხომ წერია, ცხოვარნი და თხები ერთად წარდგებიან ღვთის წინაშე და უფალი როგორ გაყობს მათ.
არამედ ჩემი ცხოვრების ზესიხარული, ზესკნელი სიხარულისა არა, ქვესკნელი ცოდვების არის, ზესკნელი სიხარულისა. იქ უნდა მივიდე, რომ მე იმის იქით იქნება დაულევნელი და ერთგვარი. ესე რომ ვთქვათ, არ მოკლებადი სიხარული, ეს არის რომ არა მარტო ღვთის წინაშე წავდგე, არამედ იქ ვიყო მარადიულად, სადაც უფალი მყოფობს, ღვთის წინაშე გავმართლდე. და ეს მიიღება პირველი ღვთის მოწყალებით, მეორე ღვთისმშობლისა და ყოველთა წმინდათა მეოხებით და მესამე ჩვენ რას მივიტანთ იქ, ჩვენი ცხოვრების წესს. წარხორცილი ცოდვები დედამიწაზე უნდა დავტოვო და აღსრულებული სიკეთეებით უნდა წავდგეთ ღვთის წინაშე. საფუძველი მინიმუმ მივცეთ, რომ რაღაცა ეს ადამიანურად რო ვთქვათ, ჩვენი ცხონებისათვის ხელმოსაჭიდი. ეშმაკის წინაშე, ესე რო ვთქვათ, რომ ეს ადამიანი იმიტომ ცხონდა, რომ აქ შეინანა, აქ სიკეთის აკეთო და ასე შემდგომ. ეს სიხარული მინდა, რომ ყველას უსურო თითოეულ ჩვენთაგან, თითოეულ ადამიანს ამ სამყაროში და ამ სიხარულის მიღწევა დედამიწაზე იწყება ადამიანური ცხოვრების წესით, გამოსწორებით, საკუთარი ცოდების დანახვით. არავის არ მოუყვე, ჯერ შენი ცოდე. შენ სინდისთან უნდა დარჩე ის გული, რომ გეუბნება ეს რატომ და ჯობი ასე არ გავაკეთოთ. და მე თუ ამასთან მეგობრობას დაიწყებ, ის არ მოგასვენებს და მიგიყვანს იქ, სადაც ამის განკურნების საშუალება არის, დედა ეკლესია და მე მოძღვარი. ფიზიკური დაავადებაც ხო ესეა. თუ ფიზიკურ დაავადებას ცოტა ყურადღებას მიაქცევ, თურმე უბრალო რამე არ ყოფილა. ეს უკვე გამიზესდა და უკვე მოდი საოპერაციო სანამ ვიქნები, მოდი დროზე მივხედავ, ვიდრე მე გამირთულდება. სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყნებში ჩვენთანაც ეს მატერიალური პრობლემა ესი არის, რომ სანამ ძალიან არ გაგვირთულდება, ექიმთან მისვლაც ძალიან გვიჭირს. ხო, ცოტა ცხოვრების წესიც ესეთი არა გვაქვს, მე ამას ფინანსურ მატერიალურ მდგომარეობას მოყვება, თუმცა ჯობს თავშივე მცირედით დახარჯვა დროსი და მატერიალობის, ვიდრე მე შესაძლებელია სამწუხარო სავალო შედეგი დადგეს. ასე არის სულიერებაში. ლერწამი სანამ პატარა არის, მალე ამოაგდებ. თუ გახევდა ის ცოდვა და მასთან ერთად ჩვენ ვიცხოვრეთ, მე შეიძლება იქ სირცხვილი, იქ მორიდება და გაგვირთულდეს ხო, თუნდაც აზარში მისვლა და მე მისი აღსარებით ქონდა, მე მისი მონანიება. მამაო, ძალიან დიდი მადლობა და ჩვევები მინდა, რომ აი ხე თქვენ ამბობდით, რომ ჩვენ რო გარდავიცვალოთ, როგორ გარდავიცვალოთ და ისე არ მოვკვდეთ, რომ სიტყვაზე ზეცა ვერ ვიხილოთ, ხო? ამ შემთხვევაში, მამაო, თუ შეიძლება, რომ გარდაიცვალოს ადამიანი და არ მოკვდეს და შემდგომი ცხოვრება გააგრძელოს, რა ჩვევებს უნდა მოუღოს ბოლო, იმიტომ თქვენ რასაც ამობთ ახლა, მამაო, ხო ადამიანები ხა კაინიდან და აბელიდან მოყოლებული, აი შურმა შეიპყრო და ერთმანეთის სუშურთ. ან აი ესეთი პერიოდი რატო დადგა, რომ აი ესე რო წინ არის წამოწეული შური, ხო? ელემენტარული სადაც არ უნდა იყო, ისეთ ადგილასაც კი, სადაც გონია რომ შური არ არისო, მაინც ოდნავი შურს მაინც იგრძნობ რა და აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანები აი რაზე ვამახვილებთ ხოლმე ეცეთ ყურადღებას, მამაო, შენიშვნა და ის აი ვატყობ ხოლმე, შენიშვნებს და იმას იძლევიან, იმიტომ რომ რაღაცა უნდა რომ ისა ახალისება მოკვდა ადამიანში. თუ შეიძლება, მამაო, აი როგორ ვებძოლოთ იმ თვისებებს, რომელიც ღმერთს გვაშორებს. შური, სხვისი სიხარულის არ გაზიარება, ნუ ყველა ვარიანტში ყველაფერი შურთან კავშირდება რა. თუ შეიძლება, მამაო, რომ ღმერთისათვის რო გარდავიცვლებით, მისაღები ვიყოთ. კეთილი გიორგი. ნახეთ. ჯერ ზოგადად რა არის შური? აი რასაც საუბრობდით, ეხლა იმის საპირისპიროდ დავდგით. მწუხარება სხვის სიხარულსა ზედ. და როგორი რთულია ის, ხო? საკუთარ თავთან რო დარჩე, რატომ მწუხარ? ვიღაცამ შეიძინა პირობითად რაღაც ავტომობილი. ვიღაცამ თავი ცხოვრებით ამას მიაღწია. ღვთისნება ესე იყო, წარემატა პიროვნება. ცალკე დავაყენოთ ეს. ეხლა ჩვენ მდგავართ ცალკე. შენ რატომ გშურს მისი? რა მოგაკლდა შენ ამით? შენი ქონება წაიღო, შენი ავტომობილი წაიღო, შენი დიპლომი წაიღო, შენი ადგილი დაიკავა, უსამართლოდ მოიქცა თუ ასე შემდგომ. ნახეთ? ის იმან როგორ მიიღო, ის უფალი განჯის. ჩემი არ შურისგება, შენ მიხარო რომ განჯიო ამბობს უფალი. მაგრამ ჩვენ რომ ვერ ვიტებთ ადამიანების ხვის წარმატებას, აი ხშირად ესე ვამბობთ, ჩააწყო, იქ წაართვა, მოპარა და ასე შემდგომ. მოდი ესე გავაკეთოთ. შენც მიაღწია იგივე სამეების გარეშე.
შენ არ შეაწუხო არავინ, შენ არ მოიპარო, შენ არ წაართვა, შენ არ ჩააწყო და შენ მიაღწიე იმას. ნახეთ? ყველაზე მთავარი რაც ახლა ვისაუბროთ ღმერთთან მყოფობა და ცხონება. და ეს არ არის ერთადგილიანი, ან ორადგილიანი. საერთოდ არ არის ისეთი სივრცე, სადაც შეიძლება შენს გინდოდეს და შენ გარე დარჩე. აქედან გამომდინარე უმთავრესი თუ ადამიანის სული ცხონება და მარადიულობაზე ფიქრობს და აზროვნებს, უნდა იცოდეს რომ იქ ყველას ადგილია, ვისაც კი სურვილი ექნება იქ რომ მივიდეს. ამიტომ დედამიწაზე რომ ყველაფერი წარმავალი ეს ის უნდა იცოდეს. ამასაც სახარებას რომ წაიკითხავს და აინახავს იქ, როგორ იყო მდიდარი ადამიანი და ერთ დღეში რომ ბევრი მოსავალი მოუვიდა და უფალმა როგორ უთხრა ამ საღამოს წავიღებ შენ სულს მივიღებ. მეორე გეგმავდა მომავალს და მომავალს გეგმავდა და დამთავრდა. სინანული რო ქონდა უკეთესი ხო იყო ვიდრე ის რომ ყოფითი ცხოვრება მოიწყო უზრუნველად არც კეთილი საქმე უფიქრია და უსურვია არც ის რომ ვიღაცების მოწყალება გაეცა და ან თვითონაც ემუშაკა პირდაპირ განცხოვრომა გადაწყვიტა იმიტომ რომ ბევრი ქონდა მოსავალი და მეორე გვახსოვს სახარებაში მდიდარი ადამიანი რომელიც ლაზარეს ზედარ უყურებდა ნამცეცებსაც კი არ აძლევდა თავისი საკვებიდან რო აღესრულა და იხილა ლაზარე აბრაამის წიაღში თითქოს უკვე ლაზარე ეწოდება თითქოს არა ნახეთ რა ხდება ადამიანი რომელიც დედამიწაზე ზულდა ეხლა ღმერთს ეუბნება აღადგინეო მაგრამ იქაც ნახე რა არის ჩავქსოვილი იმიტომ კი არ აღადგინოს რომ ლაზარე თავის ოჯახს დაუბრუნება ჯანმრთელი და კარგი არა ჩემ ოჯახში მიავლინეო აქ რაღაც სათნოების დეტალები ჩანს რომ ის ჩემი ოჯახის წევრებიო ვინც შემნაირად ცხოვრობენ უმოწყალოდ ხო რო ასწავლოს მათ და აქ არ მოხდნენ ისი ნახე ანუ ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანს თურმე ის ადამიანები ეწოდება ვინც უკვე ხედავ ჯოჯოხეთისთვის არის განწირული მე მაცხოვრის პასუხი ვიცით ვინც მოსეს აბრაამის წინასწარმეტყველის წმინდა წერილის არ ირწმუნა მკვეთი და აღმდგარი ლაზარეს რომ მიულინოთ იმის არ ირწმუნებს ასე რომ პირველი სათნოება და სათნოება ეს არის სინანული და აუცილებლად მასთან ერთად მადლიერება ეხლა ნახეთ მაპატი ღმერთო ეს სიტყვები არ უნდა იყოს მარტო აი ნახეთ წმინდა მამები ამბობენ ცოდვათა მიმტევებლობის უმაღლესი საფრთხო მსახურება არის ნათლობა მაგრამ ცოდვების პასუხებს გებლობა რჩება ადამიანს მაგრამ ცოდვებით განიწმინდება მაშინ ყოველდღე რომ მოვინათლო და კვირაში ერთხელ არა ნათლობა ერთია აბა რა გვეშველება ახსარება მაგრამ ახსარებაში ნახეთ რას ამბობენ მამები ნათლობა იგივე ანუ მეორე ახსარება ბოდიში ახსარება იგივე ნათლობა და როგორ ცრემლის სინანულისანი მომადლე უფალო განსაბანა ცოდოდა ჩემთან ნახე იქ რო წყლით განიბანება ადამიანი და ეს ამის სიმბოლოა ამ შემთხვევაში ცრემლი უნდა იყოს გულში მაინც თუ მატერიალურ თვალებიდან არ მოდის განცდა უნდა კონდეს იმისა რომ შენ თავში მინიმუმ იყო დარწმუნებული შენ ეს მართლა შეინანე კი არ აღიარე კი არ თქვი კი არ მოუყევი არამედ განცდით თქვი აი ეს განცდა სინანულისა არის სწორედ იმ ნათლობის ტოლფასი და ამიტომაც არის რომ მამები ამბობენ ახსარება არ არის მარტო აღიარება პირველი უნდა იყოს განცდა მეორე აღიარება და მეორე არ განმეორების სურვილი აი მესამეში ჩანს შენი მომავალი ქმედითობა ეს შენ უბრალოდ მოყევი თუ მართლა განიცადე როდესაც ადამიანი იწყებს ცოდვებთან ბრძოლას ესე იგი მან ის დაინახა თავის თავთან მინიმუმ აღიარა და დაუწყო ბრძოლა და როცა უჭირს ამ ცოდვებთან ბრძოლა, ჭირდება ამის დამხმარე. ჩვენ შეიძლება აფთიაქში მივიდეთ გამაყუჩებელი წამლები ვიყიდოთ დღეს, ხვალ, ზეგ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ უკვე ხვდებით, რომ ჭირდება მკურნალობა და ეს ნაყიდი წამლები სუსტდება. იმიტომ რომ ამას აქვს იგივე ძალა, ჩვენი დაავადება ძლიერდება. ასე არის ცოდვები. თუ ადამიანი ამ ცოდვებს არ ნანობს, ცოდვებში იზრდება. იმ ცოდვების საფეხურები რო თქვი და იმდენად მძიმე არის მე რომ უკვე თითქოს უსაშველო მდგომარეობა არის. ჯვარი წერია ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, ხო? ცოდვის უმაღლესი საფეხური არის თვითმკვლელობა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი აღარ უშველის, ან აღარ აპატიოს, ან საშველი არ არის ამ სამყაროში. ხო, გესმით არა? აი და იქამდე რო არ მივიდეთ ადამიანი ყოველთვის სახარება როგორ გვანოგევშის მოვედი ჩემ და ყოველი მაშრვალი და ტვირთმძიმენი დამთავრდა ყველა მოდითო აი ნახეთ
ძალიან ესეთი შესახების სიტყვები იყო ჩვენი უწმინდესი შიოს სიტყვები, რომ ეკლესიის კარები ფართოდ გავაღოთ და არა მარტო გავაღოთ, ეგ ძალიან საინტერესოა. აქ კი არ ველოდოთ ადამიანებს, გავიდეთ და შემოვიყვანოთ ეს ხალხი შიგნით. და ჩვენ უნდა გავიდეთ ნიშნად, რომ ჩვენ საზოგადოებაში ვარ, ჩვენი სიტყვა და საქმე უნდა იყოს მომყვანებელი. რომ დღეს ჩვენ ვიღაცა საზოგადოებაში თუ ტრანსპორტში თუ სადღაც დაწესებულებაში დაგვინახავს მღვდლის საქციელი ან მისი საუბარი ან ის იქმედება ან ტრაპეზზე ან არ აქვს მნიშვნელობა ის თავის კუთხეში, თავის უბანში, თავის ოფელში აუცილებლად ეკლესიაში უნდა მივიდეს და იმოქმედებს თან. დამთავრდა, ამიტომ ჩვენ ეს მოძრავი მქადაგებლები მინიმუმ დასრულებები უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, გიორგი. და ეს გვევალება მე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ყველას გვევალება ეს შიგნით რა გვიგეთია მონათლობი ჯვარის არავინ არ იცის საქმე მან გამოგაჩინო შენ ეს ადამიანი ისეთი კარგი მეზობელია ისეთი თავაზიანად მომექცა ავტობუსში თუ ტრანსპორტში თუ სუფრაზე რაღაც ყურადღებიანი ალბათ ეკლესიურია ხო მაგარი ის კი არა რომ ხო ეკლესიურია თორე ის კი არა ფიზიკის სპეციალისტია ან სპორტსმენია ან პირობითად რაღაც ხელოვანია არა ეს სულიერი ქმედებაა თქმა უნდა ეს ეთიკური საქციელია, მაგრამ ამასთან ერთად სხეული და სული ერთად ჭირდება. ლამაზი შეიძლება პიროვნება იყოს, ან ნივთი, მაგრამ გამოუდეგარი და ნივთზე მაქვს საუბარი, გამოუდეგარი და პიროვნებაზე შეიძლება მავნე ჩვევები დაახსავსე. სული სილამაზე ადამიანს გაყვარებს. შეიძლება რომელიმე დეტალი ადამიანის ხოვლა, ამიტომ ჩვენ ესე უნდა ვეცადოთ ერთობით, სისავსით, ხო? ეკლესია რა არის? ქრისტეს სხეულია. და ჩვენ მისი ნაწილები ვართ. ამიტომ მარჯვენა ხელს მარცხენა ჭირდება ერთვალს ყური და ასე შემდგომ და არა რაღაცა ესე რომ ვთქვა დაწესებულება და რაღაცა როგორ უნდა გაგვახსენდეს მამავა ეს ეხა კაი საკითხი წამოჭერით თქვენ რაღაც საქმეზე რომ მიდგება ხო აი სადაც ჩვენი ინტერესებია ეკლესიის გარეთ რაღაცა ეს ყველაფერი გვავიწყდება მამავა იმიტომ რომ ძალიან ხშირად მინახავს ხოლმე რომ ძალიან მაგარ ეკლესიურ ადამიანზე უთქვამს ეხ ჩემი მეზობელია და აი სუ პატრულში რეკავს სუ რაღაცა აი მაგალითად პატრულია და სუ აჯარიმებს არავის არ ინდობს და მეკვირს ხო მეთქი გამორიცხულია მეთქი ვინ ეგ ხო ეგ აი ანუ იმ ადამიანს დაავიწყდა რომ კვირას ან მოძღვარი ყავს ან რაღაც აი როგორ უნდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე რომ მე რომ მოვდივარ მამა დავითისგან ვიღაც ადრე იყო მამა ეს ჩვევა და დღეს უკვე გადასული არის რომ მამა დავითს ვინმე მარუთხარ ჩემი მე განამე კაი ვარ უბრალოდ კარგად მოვიქცევი რომ მამა დავით არ შერცხვეს ვიღაცა რო ეტყვის რომ აი გიორგი შენი მეგობარი არის ან გიორგის ერთად გნახე სიტყვას აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავითვალისწინოთ მამა ერთმანეთი და ღმერთი რაც თავარია რომ მოდიხარ ესე იგი ღმერთს არ ითვალისწინებ როცა ეკლესიიდან მოდიხარ და მე 6 დღის მანძილზე ცუდად იქცე აი ყოფილა ეგეთ შემთხვევა მამა თქვენთან ახსარებაზე მოსულა ვიღაცა და წასული რო იყოს საერთოდ არ ეთყობოდა რომ კვირას წირვაზე იყო მთელი 6 დღე ისეთები დააშავა რომ გიკითხავს რომ შენ კვირას ხო ეზიარე და რა დაგემართა ჩემო მეგობრო კეთილი გიორგი რადგან ეს თავშივე კანონმდებლობა და პატრული ახსენე რაღაც სიმბოლურად ცირედი განწყობისათვის და სწავლისათვის მოყვები რომ ზოგადად ძალიან მიყვარს ჩვენ კანონმორჩილები ვარ. ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტის შემადგენელი ნაწილი ვარ და ასე რომ მის კანონი ჩვენ გვჭირდება. და ეს კანონები მოსემ რო დაწერა 613 თავის დროზე. ეს უფლით დაწერა, იმიტომ რომ ადამიანებმა უკვე ადამიანების საჭიროება მოითხოვს. რა თქმა უნდა, თორემ მანამდე კი არ იყო ეს. ასე რომ თუ ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, შეიძლება ეს კანონები მოთხელდეს, მე საერთოდ გააქრეს. და თუ ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, სულიერად გავიზრდებით იმ კანონის დამწერსაც ის სულიერება ექნება რომ იმ კანონებში ცოტა კასტმოყარებაც შადოს რომ ძალიან უხერხულში არ ჩავარდეს და რომ ჩქარობდი ცდილობდი რომ ხა რაღაც მოძრაობის ესები არ დამერღვია და ეს ჩუქნიშანზე პატრულის მანქანა გვერდით გამიჩერა ეხლა ვარგეთილი და ეხლა ვარგეთილი და ცუდი ამინდია გარე და როგორც კი გავიხედე და პატრული დავინახე ეხლა ისევ ჩქარო გადაცემაში ბოლომდე რო გამოყვე გამჩერებელი არა ვარ რაღაც ესე ვიგრო და გავხედე ჩემი სულიერი შვილი და უთხარი ესეთი რამე ეხლა ისე მჭირდება შენი მანქანა მეთქი ხო ცოტა ეს დარღვევებით მოვიკითხავ მაგრამ დიდი სიყავით ყველაზე არ მაქვს საუბარი უბრალოდ პროფესიულად რა ეხლა მნიშვნელობა არ აქვს თითქოს გეუბნები ისეთი ადამიანები ეს ჩვენს ბავშვობაში ცოტა ცუდად იყო ამათი რეპუტაცია შალახული და გვახსოვს ეს ჩვენ თუმცა ხა არც გარეთ ხდებოდა ვითომ სამართლიანი ადამიანები სამართლიანი ცხოვრება ამასაც უნდა გავუსვათ ხაზი და დღეს ხა ჩვენ ადამიანებს ვიცნობთ აი ხა ჩვენს ტაძარში არის ვისაც მე ვიცნობ ერთ-ერთი სტიქაროსანი და რამოდენიმე თანამდებობის პირი
უბრალოდ ფიქრობ რას? გიხარია. გულწრფელად გიხარია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანები არიან, რომელიც არც სახელმწიფო კანონს არ ღვევენ და ვითომ არაფრად არ მიეჩნევენ, მაგრამ ცდილობენ ურთიერთ დამოკიდებულებაში ისე შემოვიდნენ, რომ გაგაოცნონ, დაგამშვიდონ როგორც პიროვნებას. და იმ კანონსაც კი, რომელიც თუნდაც მკაცრია, ისეთ ფილად სიყვარულით მოგაწოდებენ, რომ შენ ამის მიმღები იყო და ჯიუტად არ ეწინააღმდეგო. მოდით ახლა ჩვენ კანონებზე ვისაუბროთ. ძალიან მკაცრია ჟულის კანონი. ეს იმ დროს დაეჭირა, როდესაც ადამიანები რწმენაში მტკიცედ იყვნენ. მაგრამ დღევანდელ დღეს, რადგანაც ადამიანების სარწმუნოება ზოგადად ცოტა მოსუსტდით, ამიტომ ჩვენ ამ ჟულის კანონში დაწერილი კანონებს ბუკვალურად და პირდაპირ არ უსადაგებთ ადამიანებს. იქ შემწყნარებლობით, იქ რაღაც დათმობით, იქ რაღაც მოთმინებით, რომ ადამიანი მოსუსტებულია, იმდენი სასტურია ირგვლივ. გამომდინარე იქიდან იქ რო წერია ერთ-ერთი ცოდვის გამო ვიღაცა ერთი წელი არ აზიარო. ეხლა დღევანდელ დღეს ადამიანს პირველივე აღსარებაში რო უთხრა ამის გამო ერთ წელი არ გაზიარებ, ალბათ 1-2% შეიძლება საერთოდ ადამიანი დაკარგო. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ პირველ რიგში ქრისტე გავაცნოთ ადამიანებს. და როდის ადამიანი ქრისტეს გაიცნობს, მე იმ სასჯელსაც ქრისტეს სიყვარულის გამო მიიღებს. აიტანს. საოცარია. ამიტომ ჭირდება ადამიანს განსწავლა. სახლისა, შერისა, შემსჭამა, ერი უსწავლელი როგორ წერია, ხო? ანუ სწავლება თუ ადამიანს ექნება, ყველაფერზე მოდის. ნახეთ, მე თქვენ რაც უფრო გიცნობთ, უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა თქვენს მიმართ რომ მიჩნდება, უფრო მეტი ღვაწლი შეიძლება თქვენს გამო გავაკეთო. გავიღო ჩემი ცხოვრების დრო, წილი და საშუალება. მაგრამ შეიძლება იმ ადამიანს, რომელიც არც მძულს, მაგრამ არა მაგ ისეთი ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება უფრო მეტი დრო, პირობითად ან რაღაცა ზედმეტად მოვიკლო და გავცე მისთვის. ანუ კი არ მენანება, როგორც პიროვნება თუ როგორც მდომსახური, მე ყველაზე ერთად უნდა მემსახურო. გესმით ხო? ასე რომ ის დილის ლოცვა, ის მარხვა, მოთმენადი და მსუბუქი და ძალიან მარტივად გადასატანი მაშინ ხდება, როდესაც შენ ამას იცი რისთვის აკეთებ და ვისთვის აკეთებ. ქრისტესთან შესახვედრად, ქრისტესთან ყოფობისთვის აკეთებ. და ეს ქრისტემ შენთვის დააწესა, რომ როგორც სულიერებაში ერის კანონებს, ესე რომ ვთქვათ, ასრულებ, ასევე საკანონმდებლო ორგანოებს უნდა ემორჩილებოდნენ. ეხლა ბერი შეიძლება იყოს მონასტერში და მარტო ჟულის კანონით ცხოვრდეს და ერში საერთოდ არ აქვს ურთიერთობა. თუმცა ის ამავდროულად სახელმწიფო მოქალაქეა და სახელმწიფო ვალდებულებები რაღაც ეტაპამდე აქვს, სანამ ამ ცხოვრებაში არ აღესრულება და მონაზრო ცხოვრებას არ გააგრძელებს. არა, მე რას ვამბობთ, მამა, როცა მაგალითად ადამიანი რო გამოდის და აი სამსახურში მიდის, სიტყვაზე ბანკირი არიან, არ ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს. და იქ ავიწყდება რომ მორწმუნეა. იქ სად იკარგება ჰუმანიზმი? აი წესი ხო არის, ლაპარაკი არ არის, რა თქმა უნდა, რომ წესი არის სიტყვაზე, რომ ეხა მამაო რო ისა, მაგრამ რაღაცა მდგომარეობა არის, რომ გავითვალისწინო, იმიტომ რომ იცით რა არის მამაო, რაზე ვსაუბრობ, იცით რომ არ მინდა გადავჭრა ამ ჭრილში, მაგრამ ცოტათი გადავალ პატარაზე, რომ აი ადამიანი როცა ადამიანს სხვას იმეტებს, რომ არ ფიქრობს მე შემდგომ ეს ადამიანი სახში რომ ივა შეიძლება უპუროთ დარჩეს მისი შვილი, აქ უკვე მისი ეკლესიურობა და ის ცოტა ქვეშ ის არის ქვეშ არის დასაყენებელი მამა მიხდით აი მაგალითად ვეუნები რომ ძალიან დიდი ბოდიში სულ 300 ლარი მაქვს ხელფასი და ჯარიმას ნუ დამიწერ იქნებ რამენაირად დამეხმარო შემეშალა ვაღიარებ ხო აი ამ შემთხვევაში რომ უყურებს გაუბედურებულს ხო არ უნდა იმას ქნას მამა მაგას ვამბობ ეკლესიურ ადამიანებზე მაქვს საუბარი და არა მე ვიღაც კანონმდებლებზე არ მაქვს საუბარი ბოდიში აი ეკლესიაში მე რო პრეტენზია მაქვს ტიქაროსანი რო ვარ დღე და მაგალითად მე რო თელი კვირა რო ვიღაცას ვამწარებ სიტყვაზე ხო ხდებით ამ სხვა რაღაცაზე მაქვს საუბარი დიახ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა თან ვერ იმასიზა მამა ვერ დაიჭე ძნელია ახლა შეიძლება ის დაგვარად ცოტა ნაზად შევეხებე ამას რომ ისი არ გამოვიდეს სამართალ დამცავს რაღაც რადგანაც ეკლესიაში დადიხარ კანონის საწინააღმდეგოდ იყოს ნახეთ სამართალ დამცავზე არ მომწონს. კი, ზოგადად აქედან დავიწყებ, რომ ამასაც გვერდი არა ურიათ. ძირითადად ეგენი ყვირიან უფრო და ჩანან და მაგით უბრალოდ მოვიღო. თუ გინდა პედაგოგი იყავი, თუ გინდა მაღაზიის გამხდები, პრობლემა არ არის, დიახ. ადამიანი მის ხეულს განდობს და თქვენ შეიძლება თქვენი უმეცრებით ან ეს პაციენტი რაღაცა თვალში არ მოგივიდა, იმიტომ რომ გეჯიუტება, არასწორი მიმართულებით მკურნალო. ესე ამბობენ მამები. აი ერთი საოცარი მამა ამბობს ესეთ რამეს. გულსაკიდი ჯვარი ყოველთვის უნდა გახსოვდეს დანიშნულება და მიზანი ვალდებულება და მოვალეობა ამიტომ არის ის შიგნით
და სხეულს ეხებოდეს და არა გარეთ ჯიბეში გვედოს, საფულეში გვედოს, ხო? გულსაკიდი ქვია. არა და ყელზე, ანუ კისერზე გვაქვს ჩამოკიდებული, მაგრამ გულთან სწორდება ის გულსაკიდი ჯვარი, საპირწონიანი გულის პირდაპირ. რატომ? გახსოვდეს ღვთის სიყვარული და ადამიანების სიყვარული. არა მარტო ის რომ ჯვარცმული უფალი გახსოვდეს და აღდგომა გახსოვდეს და ჯოჯოხეთი, არა. სიყვარული ღვთისა ეს არის ვერტიკალური და სიყვარული ადამიანების. ამიტომ ზანეს უფალი, შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა სულითა, გონებითა, ძალითა, ნებითა და სულითა და ვინ არის ღმერთი ან რა არის ღმერთი მარტივად შეიყვარე სიმართლე, სიწმინდე, ჭეშმარიტება, გულით, გონებით, სულით, ძალით, შესაძლებლობებით. რაც შეგიძლია ყველაფრით გიყვარდეს სიმართლე და ამავდროულად მოყვასი შენი. და ვინ არის ჩემი მოყვასი? ამ სამყაროში ვისაც ხედავ. მოყვასი არ არის ჩუქნის. ყველა ადამიანი ღმერთს უყვარს. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცხონებისათვის შექმნა უფალმა. და თუ უყვარს ღმერთს, შენ არ გაქვს უფლება ის რომ მოიზულო. შენ რა თქმა უნდა, ნახეთ, ერთ-ერთი მამა ამბობს, იმიტომ იმით კი არ ცხონდები, რომ შენ არაფერი არ შეგიცოდავს. საცხოვნებელი რა გააკეთე? აი ეს მაჩვენე რის გამო უნდა ცხონდე? და ეხლა ეს აქით რო გადმოვიტანოთ, შენ ვალდებულება მინიმუმ იმისი გააქვს, რომ არ განიკითხო, არ მოიძულო, არ დასწყებულო, არ დაჩაგრო, ცილი არ დასამო. და თუ ცხონება გინდა, პავლე მოციქული. რას გვეუბნება, თუ ვინმე ნახო ამ მდგომარეობაში, მიდი და გონს მოიყვანე, სიყვარულითა დიდი და შენი და ამხილე იგი. ასე რომ, როცა ადამიანი მოვა შენთან და ის შენ შველას, შენ შეწევნას ითხოვს. თუნდაც რომ რაღაცა ამ ეტაპზე შემთხვევით მოვიდა არ დაუნახავს რაღაცა ან ექიმს გეუბნება ან პედაგოგს რომ დღეს გაკვეთილი არ ეცის და ასე შემდგომ რა თქმა უნდა ადამიანურად შეიძლება გაითვალისწინო მისი მდგომარეობა თუმცა იმანაც უნდა იცოდეს რომ შენთვის შენი სამსახური შენი პროფესია ის არ არის რომ შენ გადაწყვეტო და საერთოდ თვალი დახუჭო ну ესე რომ თქვა ცალი თვალი შეიძლება ამ შემთხვევაში მოვიჯუდო უხე ესე გადატანით მნიშვნელობით რო თქვა რომ რაღაც დათმობაზე წავიდე ჩვენ რას ვაკეთებთ კაცო მგლები დათმობაზე არ მოვდივართ როცა ადამიანი მოდის და რაღაც პრობლემა აქვს ხშირად სვავს ჩვენ ვეხმარებით რომ დალევას კატეგორიულად კი არ უგზავნოთ აი ვასწავლით ჯერ რამდენად დიდია პარასკევი ამას რო აუხსნით თხოვთ რომ მიქნებ პარასკევს ნუ დათხრება ხო მაქედან იწყებთ მე 4 შაბათს ჩავანაცვლებთ ეს ორი დღე გამოვიწენეთ ამ დღეს ნაკლები მოვწიეთ, ნაკლები დავლიეთ და ცოდვებთან მიმართებაში შევამცირეთ. რაღაც პერიოდის მერე 4 შაბათი და პარასკევი საერთოდ არ სვავს, საერთოდ არ ეწევა და ამ ცოდვით აზარტული თამაშებით არ არის დაკავებული. მე უკვე ამზადებთ ზიარებისთვის. უკვე მესამე დღე გვაქვს, კვირა. ახლა ვეუბნებით, ყველაზე დიდი ჯილდო. ეხლა თანამდებობის პირად რო გაგხადო ქვეყნის მართველი რო იყო, გამგებელი რო იყო, დეპუტატი რო იყო, დადებ პირობას რომ კვირას აღარ მოწე კი ოღონდ დეპუტატი იყო და კვირას კი არა საერთოდ ანუ დეპუტატი თუ გინდა რო იყო დღეს 4 წელიწადში თუ 5 წელიწადში რო გადადგები, გინდა მერი, გინდა პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა. აქ მარადიულობაზეა კაცო საუბარი და ნუ თუ ამის გამო არ შეიძლება რომ შენ ეს მიატოვო. მე რამდენად შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვის მიატოვო. ამიტომ მიზან დასახულობას თუ გაუღვევთ ადამიანს და შემეცნების დონეს თუ აუწევთ რისთვის და რატომ აკეთებს ამას, მე უფრო კაცმოყვარე ხდება. ამიტომ ყველა ექიმი თუ გაითვალისწინებს რომ მისი პაციენტი ნებისმიერი მისი სისხლი და ხორცია და ყველა პედაგოგი რომ შევა გაკვეთილზე და გაკვეთილ ლექციას წაიყვანს და ღვთის წინაშე თავისავს დაირწმუნებს რომ აი მისი შვილი უსმენს ხშირ შემთხვევაში ხო არის კაცო მეგობარი პედაგოგი შვილს ვასწავლი ჩვენ ან საკუთარ შვილს ხო დამთავრდა ის იქნება მე სხვა დროს დიდი პედაგოგი ან დიდი ადამიანი და თუ გინდა რომ მისი დიდობით 20-30 წლის მერე შენ იამაყო რომ მე მას ვასწავლიდი და რაღაც სრული მაგიდან ეგეც ხო ადამიანურია ხო რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თუ ვინმე შენი რჩევა დარიგებით სულიერ გზას დაადგება რა თქმა უნდა ეს მადლია და საამაყოა ერთ-ერთი მამა ამბობს ხათმ წერსო იმდენად დიდი მადლი აქვსო თუ იმ ხატშიო ლოცვის მადლს ჩადებსო და ეს ხატიო ადამიანთა გულებში ლოცვით განწყობას აღძრავსო ამ ნალოცის რაღაცა წილიო ესე ამბობს ნახევარიო მას რა თქმა უნდა მას მიმოვაო და თუ ის ნებისმიერი თანამდებობის პირი თუ ასე შემდგომ გაითვალისწინებს ადამიანურად რომ პირდაპირ ამ შრალი კანონით არ გაგიმეტოს და ადამიანურად შემს მდგომარეობაში შემოვიდეს და ცოტა შეგიმსუბუქოს ღმერთი შეუწირავს მაგას აუცილებლად და ამას მეტნაკლებად უმრავლესობა აკეთებს
ეს გარედან ქართველები ისე მოწყალე ხალხი არიან, დიახ. ჩვენთან მეტნაკლებად ჩანს, რომ აი ის დაიჭირეს, გაიმეტეს, ის დაიჭირდა. რამდენი არ ჩანს? ხო? თუ ვინმე მღვდელმთავარი იქნება, თუ მღვდლის რაღაცას წარმოაჩენს ზოგიერთი ადამიანი და ამისკეროა მიმართული, აქეთ გამოიხედოს ერთი რამდენს ხშია დღეს, რამდენს წყურია, გადადაინდიმის თუნდაც პირობით და რამდენი არის შეჭირებულ მდგომარეობაში, სადღაც სოფელში, რაიონში, ეპარქიაში როგორ მდგომარეობაშია, თუნდაც ქალაქში და როგორ უჭირს, ეს გარედან არ ჩანს, მაგრამ აბა შედით მის ოჯახებში, აბა როგორი მდგომარეობაა და ნუგონია ვინმეს რა ყველაფერი კარგად არის. ასევე არის მედიცინაშიც, ასევე არის განათლებაშიც და ასე რომ ჩვენ ერთად თუ დავიწყებთ ამაზე ზრუნავს, მე თქვენ თუ შემიძლია ეს სიყვარული ცოტა დაგიმსუბუქოთ, თქვენი სფეროდან გამომდინარე შეუმსუბუქეთ სხვას, ის სხვა ასე არის მე ერთითა პირითა და ერთითა გულითა. ეს არის ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ. და ის რაღაც. რა თქმა უნდა. აბა ეხა მშრალი კანონებით ერთმანეთს თუ მიუდგებით, რა გამოდგება? უფრო უარესი თაობა გვეყოლება. მარტო ხელფასის მოყვარული და კანონების მოყვარული და ეს დაღუპავს. კი. დაღუპავს. ეს მატერიალიზმი. ელასფეროში დაღუპავს ყველაფერს. თან მამაო რა შვება იცით მატერიალიზმი, რომ სხვას აღარ ითვალისწინებ რაღაცნაირად და ყველაზე ცუდი რაც არის, როცა მატერიალურზე ხარ გადასული, სამწუხაროდ ჩვენ და სიკვდილი გავიწყდება. ხარბობა იმათს კიდე. ხო, ვერ იხსენებ, რომ როდესღაც მოკვდები და ეს ყველაფერი ოხრად დარჩება. აი ხა ისეთ ადამიანებს ძალიან ზოგი ისეთი ადამიანი არის და აი ამ ფულზე არის გადართული იმას და ეს ცხოვრება გავიდა და აი საით თქვენ რო თქვით ის ტყილა დარჩა მამაო ხვალე უნდა გაგიყვანო რო ეტყვის რა ჭაბოქს ეს გეგმაო და ხვალინდელ და იქით ადღეებს და რაღაცა და გამყავხარო რა წარმოიდგინეთ კაცმა არიცი შეიძლება ხვალე ვერ გაიღვიძო თან ეგეთი თუ ხარ უფრო დიდი შანსია რომ ვერ გაიღვიძო თუ შეიძლება მამა აი როგორ გვახსოვდეს აი ეს სიკვდილი და ეს ჯვარცმა იმიტომ აი მამები ჩემთან რომ მოდიხართ არაჩვეულებრივი ეს ხალხი ხო ყველა მეუნება რომ აი მთავარი ხატი რა არის მეთქი ყველა მოდეს ვეკითხები და ჯვარცმა აი სულ ყველა მაგას მეუნება და მართლა ეგრეა ჩვენ თუ ეს გვემახსოვრება ეს ჯვარცმა ხო აი ყველაფერს გვერდზე გადავდებთ, იმიტომ რომ არავინ აღარავის აღარ აწყენინებს. თუ აი ხა რო ვიცოდე მამაო წარმოიდგინეთ ხა ხვალ გავდივარ ამ ქვეყნიდან. აი ხა მაგისთვის მეცლება, აი ხა თქვენ სამაგერო გადაგიხადო და იმას მოვთხოვ და ის დავაჯარიმო რაღაცა. რა თქმა უნდა, აი ჩვენ ყოველ დღე მზად უნდა ვიყოთ, აი მაგიტომაა რომ გახსოვდეს სიკვდილი. გიორგი ეხა ისეთ რამეს ვიტყვი რაც არასდროს არ მithქობს და არასდროს არ მithქი. თუ ამბობთ ხოლმე ეგეთ იშვიათ რაღაც. ხო, აი ხლა ფიქრობდი და აი რაღაცა ეს აზრი ფიქრობ უფლით არის. ადრე მქონდა ამისი რაღაცა პროტესტი, რომ მაგალითად ფულზე რატო ახატია წმინდანები. აი ახალი მოსული ეკლესია, ნუ მე ერის კუთხით რო ეს დავინახ კარგი. ეხლა თქვენ რო ბძანეთ რომ ადამიანი ფული უყვარს და ფულზე და მე ხარბობა შემოდის და აი ესეთ რჩევას მივცევდი ამ ადამიანებს. ვისაც ძალიან უყვარს ფული და თუნდაც ვისაც არ უყვარს. ვისაც უყვარს უფრო აქ უჩებს და უფრო ხშირად ნახულობს ხო აქ იქ სადაც დადო და შეინახა. და ხშირად რამე ხო მტერი ხო არ დაიდო. დახედეთ იმ ფულზე ვინ არის გამოსახული. აი ესეთი აზრი მომევიდა ეხლა. აი 50 ლარიანზე რო დახედავ რომ თამარ მეფე არის გამოსახული. მცირედიდან იქ ივანე ჯავახიშვილი ხო შოთა რუსთაველი. იქნებ იმაზე დაფიქრდეთ. ეს ადამიანები აქ რატო არიან? დახატულები, დაწერილები, გამოსახულები და ვინ იყვნენ ეს ადამიანები? მე იმაზე დაფიქრდით, თქვენი შემეცნება არის პირობითად იქ კლდიაშვილივით თუ ჯავახიშვილივით უბრალოდ რომელიც თანხაზეა გამოსახული. ან თქვენი ერის სიყვარული არის ისეთი როგორიც დავიც ქონდა, ან თქვენი სიმდიდრე არის იმდენი რამდენიც თამარს ქონდა. აღესრულენ ესენი ყველანი. მაგრამ უკტავყო სახელმწიფომ და ეკლესია მათი სახელები. და რა არის შენი ცხოვრების მიზანი? ეს დღე შეაგროვე და კარგი მოკვდები და სიკვდილის არ გჯერა, მაგრამ სიკვდილის მერე რა გინდა? აი მინდა რომ ყველას ვახსოვდე, რომ ასე და როგორ უნდა იმახსოვრო ადამიანს? შემგროვებელი არავინ არსად არ გამოგაჩენს. და თუ იქნები მოწყალე, მინიმუმ როგორც ქტიტორი შეიძლება ტაძარზე გამოგსახონ. მაზიარებელი და ამხსარებელი ტიტორი. ბევრი ფულის მქონე ადამიანს არ ქვია ტიტორი ტაძარს ვაშენებს. მორწმუნე, ამხსარებელ, ღვთისმოყვარე და კაცმოყვარე ადამიანი იყო, მე ვისაც ქონდა შეწონის საშუალება და ესეთი ადამიანები იწერებოდნენ ტაძარში. ეს უნდა დაუტოვო შვილებს და შვილიშვილებს მამის სახელის უკდავყოფა, რომელიც არის მათთვის შეუფასებელი სიმდიდრე.
სამეზობლოში, ტრაპეზზე, საზოგადოებაში, რომ იტყვიან აი ბაბუა თქვენი, ან მამა თქვენი, ან თქვენი წინაპარი დიდებული ადამიანი. აი რაღაც საოცრება იყო. აი ამ სიხარულის რაღაც დეტალს ვიტყვი, რამოდენიმე დღის უკან მოხდით დასავლეთ საქართველოში, გურიაში და ისეთი მდგომარეობა იყო, მოვილოცეთ იქ ტაძარი საფლავი უბრალოდ და წავედით მე სატრაპეზოდ და ოჯახში მოხდი სატრაპეზოდ, ანუ არ იყო რაღაც ესე დიდი დაწესებული რესტორანი. ოჯახში ჰქონდათ საოჯახო სამზარეულო. და ეს ორი ადამიანი, ვინც მე მახლდა და ვისთანაც ერთად ვიყავი და ოჯახის მას ისე გამოვიცნაურენ ერთმანეთს, რომ მასმინძელი ეუბნება, რომ თქვენი ნათესავისო ბიძა თუ ვიღაცა უთხრა, მისი დარგული ხეები არისო ჩემ ეზოში. ეთქი წავედით უფასოდ ხილი გვაქვს. და მე ამ ადამიანის სიხარულში შევედი. ხო, რა მაგარი. ჩემმა ბიძამ სადღაც მეზობელს დაურგო ხეხილი და ეს მე დამხვდა აქ და ეს ქალბატონი ამას სიხარულით იხსენებს. ჩემი სიამაყე. მე შეიძლება ზოგადად არ ვარგივარ, რა იცი ამ ქალმა მე როგორი ვარ, მაგრამ ნახეთ, მე როგორი ადამიანის მიშვილი, დიშვილი, ბიძაშვილი ვარ და ეხლა მეც უნდა ვეცადო. პირდაპირ შეიძლება ხე არა, მაგრამ ის ნაყოფი, ფესლი, კეთილი სადმე მეზობელთან, მის გულში, მის ცხოვრებაში, საზოგადოებაში სადღაც ჩავრგო, რომ ჩემი შვილი, მისი შვილი, ან ძმის შვილი, ან ბიძაშვილი, ან კიდე ესე შემდგომ იამაყებს ამით. ეს არის სწავლებადი, დაკვირვებადი. და თუ ფულის იქით ვერავის ვერ ხედავს ადამიანი, იმათ ვეტყვი, რომ იმ ფულზე გამოსახული ადამიანების ცხოვრება მაინც აიკითხონ. დანარჩენი დავით მესალმუნეს კიდე დავიხმარებ არაერთხელ მithქვამს. რა ისარგებელა არ თუ კი მთელი სოფლიო ქონება შეიძლება და სულითვისი წარიწყმენ და მამათა სწავლებაშია. ოქრო და ვერცხლ შეჭამთ ჟანგი, ჩრჩილი გაღნის ჩვენს ქონებას, ჩვენ ძალიან მიყვარს და თქვენს ხეულსაც კიო, რომელსაც ზედმეტად ფუფუნებთო ვიდრე სულს. სამარეშიო იქ მადლების მისართმეველი გახდებაო. ამიტომ სადაც იყოს საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენი და ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი საუნჯე უნდა იყოს სულით ქრისტეში და მე ხეულზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ გახსოვდეს აზარი ღვთისახარ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა ვიყოთ ეხლა მაბატი მოუწესრიგებელი და დაძონძილები. ჩვენი სული შიგნიდან ისე უნდა ანათებდეს, მთელი ჩვენი სხეულებრივი და მატერიალური მანკიერებები რო იყოს გადაფარული. ესე რო ვთქვა და არა პირიქით. მე თანამდებობის პირი ვარ, კაი ჩაცმული, კაი დახურული, კაი სახლი, კაი აგარაკი, კარგი მანქანა, მოწყალებასაც გავცე, მაგრამ სულს არ ვიცნობ საერთოდ. პირობითად. ხო ეს მოწყალებაც კიდე ცალკე საკითხია, რომ ადამიანები რისვით და რატომ გაცემენ მოწყალებას. ზოგიერთს უნდა რომ ეს თვალსაჩინო იყოს კაცთათვის, რომ მოწყალე და კეთილი ადამიანია, მაგრამ ადამიანს რომელსაც საკუთარი სული არ ეცოდება და საკუთარი სულისთვის მოწყალებას არ გაიღეს მისი სხეულით, ხო, ეგ მოწყალება დანარჩენ ყველაფერი წარმავალი. ჩემი სულისთვის, რომ ჩემს სხეულს ვამუშაკებ, ვამარხულებ თვალს, ყურს და პლუს ამას ის რომ ცხოვრობ, ჩემი სული მიყვარს. აი თუ ჩემი სული მიყვარს, მე იწყება მოყვარს შეიყვარო მოყვარში ვითარზე თავითვისი, ხო? თავი უნდა გიყვარდეს და თავი როგორ უნდა გიყვარდეს, დამდავრდა ეხა ამაზე კიდე აღარ უნდა ილაპარაკო ზაღარიბა. სული ცხონების უნდა გიყვარდეს თავი, ასე უნდა გიყვარდეს ისინი. ეს მდგომარეობა არის, ამიტომ რა სინანეს მამა, აი თუ შეიძლება იცით და თქვენ ძალიან საინტერესო რაღაცები თქვით ეხლა, მაგრამ მინდა რომ კითხოთ ესეთი რაღაცა, რომ აი ყველა ადამიანი ბოლოს სიკვდილის ბოლოს ეხლა რაღაცა უნდა დიდი იყო, რაღაცას ნანობს რა თუ მიეცა ამის საშუალება. აი რას ვინანებთ მაგალითად, როცა რაღაცა წლები გავა სიტყვაზე და ვიქნებით ასაკში რაღაცა, აი რაღაცა რომ ვერ მოვასწარით, ან რაღაცა რომ მოვაგრო, აი რა იქნება ყველაზე უფრო მეტი სანანებელი თქვენი საზრით? ყოველ შემთხვევისათვის აი პრაქტიკაში არ გონიათ, გქონიათ, აი მოხუცებულთა რომ მისულხართ მაგალითად, აი რას ნანობთ, ან ზიარებაზე რაღაც, აი თუ ყოფილა ეგეთ შემთხვევაში. პირადად ჩვენზე რო ვთქვათ, მაგას ადამიანი უკვე ბოლო წუთებს ხვდება და ბოლო წუთები არის თითქოს წამი, გაიშლება, როგორც საუკუნე და ყველაფერს ხედავ მაშინ. ამიტომ ამ ბოლო წუთებთან ცოტა მართლად რო დავრჩეთ, ამისი საშუალება არის ხშირი აღსარება და ხშირი სინანული. და ყველაზე სულიერი ადამიანი რა თქმა უნდა განვლილ ცხოვრებას მაინც ნანობს. იმიტომ ნანობს, რომ რა არის ყველაზე მთავარი სანანებელი? უფრო მეტი შემეძლო და არ გავაკეთე.
ეხლა კარგი იქნებოდა უფრო ადრე მივსულიყავი ეკლესიაში და ეს არაფერს არ ცვლის. ამით შენ უფალი არ განგიკითხავს, როდის მოხვედი ეკლესიაში. უფალი განგიკითხავს იმით, რომ როცა შენ ქრისტე გაიცანი და გაიგე რა ხდებოდა ეკლესიაში, იმის მერე როდის მოხვედი და რატო არ მოხვედი. და ის რისი შეცვლაც არ შეგიძლია, ეს უკვე სანანებელი არ არის. სანანებელი არის, ნახეთ, პავლე მოციქული როგორ ბრძანებს. ყოველი კეთილი საქმე, რომელიც კაცმა იცის და არ ქმნის, ცოდვაი არს. ეხლა მე გათვითცნობიერებულად რომ შემიძლია რაღაცის გაკეთება და არ გავაკეთებ, ეს არის სანანებელი, როგორც მინიმუმ. ეხლა მე იქ დაუბადებულიყავი, მე ადრე ეკლესიაში მოვსულიყავი, არავინ არ იცის. არ ჩვენ, მაშინ რას ვიზავდით? 100 წლის უკან რომ დაუბადებულიყავით. ჩვენ რომ ქრისტეს ეპოქაში დაუბადებულიყავით, არავინ დაიგვეხნოს რომ ჩვენ მოციქულები არ იყვნენ ჯვარცმასთან. ეხლა ვინ გაბედავს რომ მოციქულობა დიდობაზე წარმოიჩენს საკუთარ თავს, რომ მე იქ რო ყოფილიყავი აუცილებლად იოანესთან და მარია მაგდალენთან და დედა ღვთისმშობელთან ვიდგებოდი. არავინ არ იცის, უფალმა იცის, ამიტომ მაგ დაგუბადა. და არც ამის მერე რა მოხდება რო არავინ არ იცით. ამიტომ იქ დაგუბადა სადაც ჩვენი ცხონებისათვის მისაღების საშუალება არის, ჩვენ სამყაროსეული ეპოქაში რაც ხდება ეხლა. აქ უნდა ცხონდე შენ. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ სანანებლად ყოველთვის სანანებლები გვექნება, მაგრამ სანანებლები რომ არ დავაგროვოთ, დღეს რაც განვიცადე, რაც იყო გუშინ და გუშინ დღესვე მოვინანიო და ბოლოს მაინც რაღაცა იქნება. და რაც შეეხება როდესაც ზიარებაზე ან უკანასკნელ წუთებს ადამიანებს მივყვებით, ყველა სინანული ერთია. პირველი რომ პატიებას ითხოვენ ღვთის წინაშე და ნანობენ იმას რომ ასეთ მდგომარეობაში უწევთ სინანულის გამოხატვა. აი გარი ძალიან შემხებადი რომ აი ადამიანს ქონება და ჯანმრთელობა კი არ უნდა. რო გაიაზრა იმ მღვდელი რო ესაუბრება რა არის სინანული და ზიარება რა არის, როცა არის ამის საშუალება. აი ჯანმრთელად იმიტომ კი არ მომყოფ ეხლა ნათესავი და მეგობრად არა. აი ჩემი სინანული გულიანად გითხრა. აი მართლა ვიტკირო, მართლა აღმოვთქვა და მაგრამ საუბარიც არ შეუძლია ბევრს. ხო. ყოფილა შემთხვევა რომ აი მე რომ ისაუბრია რა არის ცოდვა და ერთი შეკითხვა, ნანობ ყოველივეს. ვერც მეტყველებს, განიშნებს რომ ნანობს. და მოკლედ რომ ვესაუბრები რა არის ზიარება და გინდა ზიარება და უნდა. აი ეს ორი პასუხი. ნანობს და თანახმარო ზიარება მიიღოს. დანარჩენი უფალმა უწყის. ხო, აი ეს მდგომარეობა არის და რა ვიცი, ყველას მოხდეს საშუალება იმისა, რომ იქამდე არ დავაგროვოთ. ნუ გონია რომ დაუბერდებითი და მე კაი გემრიელ აღსარებას ვიტყვით. ან კაი სინანული გვექნება. თუ რომ არ ვიცი დაუბერდებით თუ არა. ამაზე უნდა ვიფიქროთ. არავინ არ იცის. და ამისი მიზეზი და მაგალითები არის ჩვენს ირგვლივ, ჩვენზე ახალგაზრდები, ჩვენზე მდიდრები, ჩვენზე ლამაზები, წოდები თანამდებობით ყოფილან და აღსრულებულან. აი მას ურჩევდი საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა მამაო და რა და ვინ უნდა გავითვალისწინოთ მამაო 5 წუთი დარჩა თუ შეიძლება და ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ითვალისწინებენ. აი ხა თქვენ რაც აი ისაუბრეთ აქ და იქადაგეთ მამაო ყველაფერში არის ის რომ აი ეს ტკივილია რომ ერთმანეთს აღარ ითვალისწინებენ. ხშირად მithქვამს ხოლმე კიდე რაღაცნაირად გადავეკიდე ამ იმას, მაგრამ ვიღაცა რომ ვიღაცას ჩაგრაოს, ჯარიმას უწეს, რაღაცა პრობლემაა, ხო აი ავტობუსში მაგალითად გაუბედურებულ ადამიანს ან მანქანებს რო იპარავენ რაღაცა და მე ამ მანქანებს იმათ გამოყვანაში 200 ლარებს ახდენენ, და ხშირად მithქვამს რომ აი შენ შეიძლება შენი აი ერთი დანდობით, ხო ვიღაცა ადამიანი ემიგრაციის გზაზე არ დააყენო, ვიღაცა ციხის გზაზე არ დააყენო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იმ ადამიანებს რო ეკითხები ხოლმე, აი აქ რამ გაიძულა წამოსვლა, სულ ყველა ამბობს რომ აი ბანკში ფინანსური პრობლემა, იქ მშიერი დარჩა, იქ წყურვალი დარჩა, იქ რაღაცა ვენახა და აი ამ შემთხვევაში მამო აი ჩვენ როგორ უნდა ვიცოდეთ რომ ვიღაცა აი მაგალითად კი გადაწერს იმ ქვითარს და დაგიდებს ან რაღაცა გამოგასახლებს ახლიდან მაგალითად რაღაცა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამო იმას არ უყურებს თუ ამას რა მოდევს და მოსდევს და რამ ხელა რაღაცას კარგავს და ღმერთს რო აწყენინებს და მე მამო სახში რაღაცა მოუვა და თვითონ დარდობს და ნეტა რა დავაშავეო და შედალოცილო ახსულების ბიუროში რომ მუშაობდა ხალხს რო ასახლებ. მეტი რაღა გინდა ხო და იმას გონია რომ პატიოსანი შრომითო შეიძლება სადღაც მოვიდეს და თქვას რომ შოვლო ფულსო, მაგრამ ის სიმწარე, ის ყოველი ასული ცრემლი ღმერთამდე
აუცილებლად ჩვენთან ხო ცეცხლა ჩამო, აუცილებლად და მოგეკითხება, ხო? აი ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, მამა, ეს არ ესმით ადამიანებს და მე იმიტომ არის, რომ რაღაცა სიმწარეში კი არ არიან მარტო. რაც არ უნდა რაღაცნაირად სიმწარეს ვერ გზნობდე, მე თან სასუფეველში ვერ ხვდებიან, რაც რისთვისაც გაჩნდნენ. იმას კარგავენ, მამა, ღმერთმა ხო ამისთვის გაგვაჩინა, რომ სასუფეველში მოხვდეთ. მეტი მისი ადამიანს არ აკისრ. თუ შეიძლება, მამა, აი ამასთან დაკავშირებით, აი სხვისი ჭირი როგორ იყოს ჩვენი გასათავისებელი რა. კეთილი გიორგი. თავში ძალიან მოკლედ შევეხებიეთ ამას. ყოველთვის და ყველგან ადამიანს უნდა ახსოვდეს მადლიერება. აი სიხარულით ხო დავიწყით. თუ მადლიერი არ ხარ, სიხარული საიდან შემოვა? და მადლიერება არ არის აქედან რა არის? აბა რატო უნდა ვიყო მადლიერი? უკან მობრუნდი ადამიანო. და გახედე შენ ცხოვრებას, რამდენი წუთი და რამდენი წამი სამადლობელი ქონია. უბრალოდ შენ ეს მიგიღია როგორც ბუნებრივი მოვლენა და მე რა მოხდა თუ დავიბადე. უმადურება როგორ ადამიანი დაიბადა სიცოცხლესთან თავსებადია. ერთხელ დავიბადე, ან რატო დავიბადე, ან საქართველოში რა მინდოდა. გეგონება ეხლა სხვაგან თუ დაიბადებოდა, სულ კარგად იქნებოდა. ის კარგი ქვეყნები როა შრომის ფასად მიაღწიეს იმათო რომ მიწაში ოქრო კი არის პოვიზა, კი არის გამდრიდა ეს ევროპის ქვეყნები, ხო? შრომის ფასად მიაღწიეს. ასე რომ მადლიერი უნდა ვიყოთ ყოველთვის უფლისა, როგორც იობი იყო, მადლიერი იყო. და ეს მადლიერება ვნახოთ რა კარგ მდგომარეობაში ვართ. ჩვენზე წინ ვიღაცა არის, მაგრამ აქ თუ ვიქნებით მადლიერი წავალთ წინ. და მეორე უმთავრესი, ნახეთ, თუ ცხოვრებაში ხო ქონია კარგი წუთები და წამები მადლიერებასა მიმართებაში. ხო ქონია ასე დამწუხრებული რაღაც განსაცდელის დარდის, სევდის მომენტები. წუთები ან დღეები ქონია ზოგ სამწუხაროდ. აი ნახეთ, თუ ყველაზე დიდი სიხარული იცი რა არის და სულის უნდა გახსოვდეს და ჩვენ აღდგომას ვამბობთ ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი მწუხარებაც უნდა გვახსოვდეს. ნუ თუ ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ მოგშიებია. ჩვენ ეპოქაში მით უმეტეს ახლა ის პერიოდი გვახსოვს, ხო, 90-იანები უფრო. აი, როდესაც შენი განაჩენეთ შეიძლება ადამიანი არ იცი რა მდგომარეობაში ჩააგდო, შენ გაიხსენე ერთხელ, როდესაც ძალიან გაგიჭირდა ვიღაცის ხო, გამოწვილი ხელი. და ის ხელი იყავის ხვისთვისაც, აუ რა. ეგ როგორც მინიმუმ, გამოსწვილი ხელი, მაგრამ ისიც გაიხსენე უსამართლო რომ ვიღაცამ იმ ხელით მაპატიე და რაღაც გიჩქმიტა უღეჟად რო ვთქვა, ან დაგსაჯა, ან უსამართლოდ მოგექცა და შენ იტირე, შენ მოგშივდა, შენ წაგართვა, შენ მიგაჩოჩა, შენ დაგსაჯა. ეხლა ეს ამასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ეს შეიძლება მისთვის ესეთი მწუხარების მიმცემი იყოს. და იგივე როლს თამაშობ ახლა შენ, რაც სხვაში არ მოგწონს. ოღონდ სხვა ფორმით, სხვა ზომით და სხვა მდგომარეობით. იმან თუ თანამდებობიდან უსამართლოდ გადაგაყენა, შენ შეიძლება აქ შეგეძლო რაღაც შაღავათის გაწევა და უსამართლოდ, რადგან ასე ჯარიმები ხშირად აახსენე, უსამართლოდ გამეტებულად დაუწერა ესეთი ჯარიმა, ესე რა თქვა. უდიდესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენთან დრო ამოიწურა და საერთოდ ჩვენ საერთოდ რაღაცებს რო ვაკეთებთ, გვიხარია ხოლმე, რომ აი ჩემი შვილები გაიხარებენ იმის საკეთებ ამის და იმ ცუცაც რო ვაკეთებ, ის იქაც გაგვყვება. როგორც კარგი გაგვყვება რაღაც თამამავლობაში, ან ზეცამდე გაგვყვება, ხო კარგი, ისევე ის ცუდიც გაგვყვება და ის ყოველთვის ვიცოდე და გვახსოვდეს, იმიტომ რომ რაღაცა იქ არ მთავრდება, მე რო შენ იმ წამს გაგამწარებ ან მოგიგებ რაღაცით, ხო? ეს კიდე გაგვყვება ძალიან დიდხანს, კარგიც და ცუდიც. და ასე რომ გავითვალისწინოთ ხოლმე, ეგ დაკარგა ქართველმა ადამიანმა, რომ რასაც აკეთებს, აღარ უფიქრდება იმის იქით მე რა შედეგს დადებს ის. მთავარია იქს ეგოიზმში, ხო? სხვადასხვა შემდეგში ეგოიზმზე მინდა გესაუბროთ, მამა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და ტელევიზიას ამის საშუალებისთვის. მადლობა მრავალ ანდრეობას და მრავალ ამ სიხარულს ერთობით ჩვენი ერი. უდიდესი მადლობა, მამა, ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერს სიკეთეს გისურვებ. მე კიდე დაგიბრუნდებით სამშაბათ საღამოს 8:00-ისათვის. მამა დავით წულეისკირი გახდა ჩემი სტუმარი, მე გახდით გიორგი დარასელია. ეს გადაცემა კვირას გავა საღამოს აუცილებლად განმეორებით, პატიმრებს განსაკუთრებით მოვიკითხავ და ბედნიერებას გისურვებ და დავით თქვენ ტკივილთან გამკლავებას, რაც თავარია და წარმატებები. დიდი მადლობა დროებით.